ქუთაისში მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა შედგა. ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულოში 25 ახლად არჩეული წევრიდან 22 მანდატი ქართულ ოცნებას ეკუთვნის, 3 კი ოპოზიციას. ლელოს, გირჩის და გახარიას პარტიას თითო მანდატი ერგოთ, თუმცა პირველივე სხდომას მხოლოდ ერთი ოპოზიციური პარტიის გირჩის წარმომადგენელი ესწრებოდა. პირველ რიგში ოპოზიციიდან მხოლოდ 3 წევრი ვართ, რაც ძალიან მცირე არის ჩვენი წარმომადგენლობა საკრებულოში იმისათვის, რომ რაღაცა მნიშვნელოვანი პროექტებში მხარდაჭერა მოვიპოვოთ, მაგრამ მე პირადად ყველანაირად ვეცდები, რომ ქართულ ოცნებასთან თანამშრომლობით ქუთაისელების უკეთესი მომავალი შექმნა. ვფიქრობ, რომ რაღაცა წინადადებები და იდეები გვექნება პროცესების განმავლობაში და ამ პროცესებში მხარდაჭერის იმედი გვაქვს. ასევე თუ რაიმე კარგი წინადადება იქნება ქართული ოცნების დეპუტატებისგან და წარმოადგენელი აუცილებლად მას ხარს დაუჭერ და ვიმუშავებთ მათთან ერთად. ჩვეულებრივი პროცესი მიმდინარეობს სამუშაო, რომელშიც გირჩის წარმომადგენელი აქტიურად იქნება ჩართული და სხვა წევრებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. მოგვიანებით პოსტი გაავრცელა პარტია გახარია საქართველოსათვის სიის პირველმა ნომერმა ელეონორა არჩაია. დღეიდან დაიწყო ქუთაისის მერვე მოწვევის საკრებულო მუშაობა. ჩემთვის პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა კიდევ ერთხელ წარმოვადგენდე ქუთაისელი მოსახლეობის ინტერესებს ქალაქის საკრებულოში. აქტიურად გავაგრძელებთ თქვენი პრობლემების გაჟღერებას და მათი მოგვარებისთვის ბრძოლას. დავაყენებ ქალაქისთვის მნიშვნელოვან ინიციატივებს. მეტად კრიტიკული ვიქნები მერიის და საკრებულოს ზედამხედველობის მიმართ. შეგვხვდებით და მოგისმენთ ყველას, ვისაც ამის სურვილი გექნებათ. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეულ ამომრჩეველს, რომლებიც მიუხედავად არასამართლიანი გარემოს მოხვედით და თქვენი პოზიცია დააფიქსირეთ ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ. მადლობა გახარია საქართველოსათვის ქუთაისის საუკეთესო გუნდს, რომელმაც დაუღალავი შრომა და ენერგია ჩადო საერთო საქმეში და არც ერთი წამით დაუხევია უკან. ჩემი საქმიანობის მიზანი ყოველთვის ერთ გულწრფელად და დაუღალავად ვემსახურო ჩვენს მოსახლეობას და ჩემი წვლილი შევიტანო მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში. რაც შეეხება ძლიერის საქართველოს სიის პირველ ნომერს ალექსანდრე მიქაუტაძეს მან პარტია დატოვა. როგორც მიქაუტაძემ მეგატივთან საუბრისას აღნიშნა, ის საკრებულოში მუშაობას გააგრძელებს დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსის სახით. საკრებულოს პირველ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქუთაისის ყოფილი მერი გიორგი ჭიღვარია დაიკავებს, ხოლო მისი მოადგილეების მოვალეობას მარეხი ნიჟარაძე, ამირან კოპალეიშვილი და ლაშა გვენეტაძე შეასრულებენ. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო მერვე მოწვევის საკრებულოს წევრებს, ასევე მინდა გაწეული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადო მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრებს. 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საქართველოში, მთლიანად სრულად საქართველოში ქართულმა ოცნებამ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაღალი ლეგიტიმაციით მივიღეთ ჩვენ ხალხის ნდობა, რაც კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენი ქალაქების განვითარებისათვის, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ სწრაფ ტემპებში. ვეცადოთ, რომ განვავითაროთ თვითმმართველობაში და მოვაგვაროთ თვითმმართველობაში არსებული პრობლემები. ასევე მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება ბიუჯეტის განკარგვასთან დაკავშირებით გამჭვირვალეობაზე, რაც ჩვენთვისაც მაგალითი იქნება და თვითმმართველობა მაქსიმალურად ეცდება, რომ ჩვენი ქალაქისათვის და თანამოქალაქეებისათვის დახარჯული თანხები მაქსიმალურად გამჭვირვალედ იქნეს გამოყენებული. ქუთაისში მიიღო დიდი ლეგიტიმაცია და ამდენი ამხელა მხარდაჭერა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და მაქსიმუმს გავაკეთებთ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად, მთელი გუნდი, ერთიანად, გუნდურად და ერთობით, რომ ქალაქის განვითარებას და კიდევ უფრო მეტ განვითარებაზე, უფრო კარგ პროექტებზე ვიმუშაოთ, მაქსიმალურად გავაკეთოთ ის, რაც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს, სჭირდება, ქალაქს სჭირდება განვითარებისთვის, კიდევ უფრო მეტად და ამავე დროს აუცილებლად ვიქნებით ძალიან ახლოს მოქალაქეებთან, რადგან მათი ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქის განვითარებაში. ქალაქში ხელშესახებ ცვლილებებს პირდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ქუთაისელებს. მინდა ქართულ ხალხს ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო და განსაკუთრებით ჩვენი ქალაქის მოსახლეობას ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია, როგორც საკრებულოს მიმართულებით, ისევე მერის მიმართულებით და რა თქმა უნდა მაქსიმალურს გავაკეთებთ, რასაც ვაკეთებდით 2012 წლიდან, ისე გავაგზავნეთ მაქსიმალურად ჩვენი ქალაქისთვის, კეთილდღეობისთვის ზრუნვა და ჩვენი ხალხისთვის ზოგადად. მინდა მადლობა უთხრა მოსახლეობას, ჩემს ამომრჩეველს ამ მანდატით ნდობისთვის.
და ამ პროცენტით საკრებულოში ქართული ოცნების წარმოდგენა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მეტი საშუალება გვექნება, რომ ამ 4 წლის განმავლობაში უფრო მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთოთ და 4 წლის შემდეგ ქალაქში იქნება ხელშესახებით ცვლილებები, ასე რომ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთებას ვაპირებ. მერვე მოწვევის საკრებულოს ხდომას ესწრებოდა ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი. მან დეპუტატებს არჩევა მიულოცა და ქუთაისელებს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული ნდობისათვის. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა ქუთაისს მადლობა გადაუხადო გამოცხადებული ნდობისათვის და ქუთაისმა და მისმა მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ირჩევს მშვიდობას და ქუთაისის უკეთეს განვითარებას. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტაციას, რომელთანაც ერთად ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელებთ ქალაქში. ულოცავ დღევანდელ დღეს ახალ შეკრებილ საკრებულოს დეპუტაციას. დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრს და საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს განვახორციელებთ ქალაქ ქუთაისისათვის. რაც ჩვენი დაპირება იყო ჩვენი მოსახლეებისათვის, ერთხელ პირდებით, რომ მაქსიმალურ უმოკლეს დროში ყველა ის პრობლემა გადაიჭრა. 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში ქართულმა ოცნებამ 36247 ხმა მიიღო. პარტია გირჩმა 2661, ლელომ 2659, ხოლო პარტიამ გახარია საქართველოსათვის 2114. ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 8 პარტია იღებდა მონაწილეობას.